რა გამოხატავს შენ საქართველოს? ის რაც მარტო შენ გესმის, შენ გრძნობ და მხოლოდ შენ იცი. თუ ამ კითხვას პასუხს გასცემთ და გააგზავნით ბმულზე გამოხატე G, ავტომატურად ჩაერთვებით საქართველოს პოსტის ახალ კამპანიაში, რომლის დეტალებს საქართველოს პოსტის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაგდა სანიკიძე გაგვიზიარებს. მივესალმებით სტუმარს. აუთარ დაფიქრებულ ხარ რა გამოხატავს შენ საქართველოს? ვიცი რა, კი, ვიფიქრია და შეიძლება ბევრი რამე იყოს. კი, ნამდვილად, მაგდა რა არის მიზანი გითხარით ამ კამპანიის, რისი თქმა გსურთ და რა თქმა უნდა აქვე მაყურებელს ვუთხრათ, როგორ შეძლებენ ჩართვას ამ კამპანიაში. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მოხარული ვარ კიდევ ერთხელ სტუმრობ იმედს და იმედის დილიც იწყება ჩემი დილა და დღესაც გესტუმრეთ, რომ წარმოვადგინე კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პროექტი სახელწოდებით რა გამოხატავს შენ საქართველოს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პოსტა როგორც საქართველოს ეროვნული ოპერატორი ოდითგანვე ქმნიდა და ინახავდა ქართული ხალხის ისტორიას. ეხმარებოდა ქართულ ხალხს საკუთარი სათქმელის გამოხატვაში, სამყაროსთვის ხმის მისწვდენაში და ზუსტადაც აღნიშნული კამპანიაც მიზნად ისახავს ქართული ხალხის თვალით დანახული საქართველო შემოუნახოს ისტორიას და მე მაქვს თქვენთან კითხვა, თუ დაფიქრებულ ხართ რა გამოხატავს თქვენ საქართველოს? რას გითხრა, ხო? იცით რა, ჩვენ პასუხს გავცემთ და გავაგზავნით ბმულზე. არა, ახლავე გინდათ პასუხი? არა, საინტერესო გულწრფელად გეტყვით, მეც დავფიქრდი, როდესაც დავიწყეთ პროექტზე. იცით, საკამათოა. შეიძლება ვთქვა ჩემი მოსაზრება და ბევრი არ დამეთანხმოს. ბევრი დამეთანხმოს. კი, აი ზუსტად ეს მინდოდა პასუხი ასეთი მიმეღო, რადგანაც ჩვენც პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან განსხვავებულია აღქმა საქართველოსი არის თქვენეული აღქმა, ჩემეული აღქმა და ძალიან ბევრნაირი არის. გამოხატავს სოფლიოსთვის, ხო? ჩვენ ასე გლობალურად თუ პირადად ჩემთვის რა? პირადად ჩემთვის რუსთაველი ფიროსმანი. საინტერესო, ესე ძალიან საინტერესო პასუხი, ამიტომაც თხოვნა მექნება. ჩემთვის პირადად. ამიტომაც თხოვნა მექნება, მე მოუწოდებ ჩვენს მაყურებელსაც, რომ ეწვიოს ბმულს გამოხატე წერტილი G და აუცილებლად დააფიქსიროს თავისი პასუხი. იცით რა მაინტერესებს მაგდა? აი ორი სიტყვით დაახასიათა მაგალითად ოთარმა, ხო? ეს კრიტერიუმები რა თქმა უნდა იქნება ალბათ. არის განსაზღვრული ერთი თაბახის ფურცელი, რამდენი სიტყვა უნდა იყოს ამ ემოციაში საკმარისია სრულად. ერთი სიტყვა ჩვენ უნდა მივუთითოთ სახელი, უნდა მივუთითოთ თუ სურვილი გვაქვს ასაკი, უნდა მივუთითოთ თუნდაც ერთი სიტყვა, ერთი წინადადებაც კი საკმარისია. ჩვენ ვაგროვებთ პასუხებს და შემდეგ ამ პასუხებს ესე ვთქვათ, საიდუმლოდ დავტოვებ, იმიტომ რომ ეს იქნება უპრეცედენტო აქტივობა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით პირველად განხორციელდება. თქვენთვის რა გამოხატავს მაგდა? აი თქვენს გვიპასუხეთ. იცით რა, ერთი სიტყვით, აი რა სიტყოდით? მე ძალიან მიყვარს ლაღიძის წყლები. აბა, კი ბატონო. საქართველო, რა თქმა უნდა, ბევრია, სხვადასხვაგვარია, მაგრამ აი ახლა ამ მომენტში რატომღაც მომენტია ესეთი პასუხი გამეცადა. კამპანია დაიწყო 2 დღის წინ და სხვათა შორის ძალიან საინტერესო პასუხები გვაქვს ვიღაცისთვის საქართველო. რა თქმა უნდა, ვიღაცისთვის საქართველო არის გურიაში ერთ-ერთი კონკრეტული ჭიშკრის ორნამენტები. ვიღაცისთვის საქართველო არის იმერული ყველაზე საწურის ანაბეჭდები რო არის ასახული, ეს არის საქართველო. ვიღაცისთვის საქართველო კვარაცხელია ყოფილა და ვიღაცისთვის საქართველო არის თავისუფლების სიმბოლო. მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ პასუხებს შევაგროვებთ და შევქმნით აქტივს, ძალიან საინტერესო აქტივს, რომელიც ისტორიას დარჩება და ამიტომ თხოვნა მაქვს მივიღოთ მონაწილეობა, რადგანაც ეს აქტივი იქნება გამოხატულება იმისა, თითოეული მოქალაქისთვის რა არის საქართველო. აი კრიტერიუმებს დაუბრუნდეთ ცოტა მოგვიანებით, ახლა ვნახოთ კლიპი, რომელიც ამ კამპანიის ფარგლებში მომზადდა. საქართველო ბევრნაირია, თუმცა არსებობს მხოლოდ შენი თვალით დანახული საქართველოც. ის შეიძლება ისეთ დეტალებში იმალებოდეს, როგორც ცხელი თონის პურის მოვრაწოლი ყურის ნუტეხვა. იქნებ საქართველო ის არის, ერთ სათქმელს 1000 ბრად რომ ვამკობთ და გამოვხატავთ. ჩვენ გვინდა შენი საქართველო ისტორიას სამუდამოდ შემოუნახოთ ისე, რომ არც ერთი ხმა, არც ერთი აზრი, სიყვარულის არც ერთი მარცვალი არ დაიკარგოს.
შემოდი ჩვენს ვებგვერდზე და გაიხსენე ყველაფერი, რაც გიყვარს და გეამაყება. ის, რაც მხოლოდ შენ გაცინებს გულიანად, ან ის, რაზეც გამუდმებით გეფიქრება. გაგვიზიარე, რა გამოხატავს შენს საქართველოს. ახლა ვუყურებდი ამ ვიდეო რგოლს და თან ვფიქრობდით, თან ვსაუბრობდით. ხო, იცი რა არის? საერთოდ არ არის. აი, თავიდან თქვით, რომ საკამათოა, ბევრი შემეკამათება თქვა ალბათ, მაგრამ საერთოდ არ არის ეს თემა საკამათო, მე თუ მკითხავ, ყველას თავისი საქართველო. ყველას თავისი, ანუ და რაც მეც ვიტყვით და რაც მეც გავიხსენებთ იმას, რაც ასოცირდება საქართველოსთან, ჩვენს ქვეყანასთან და რამდენი რამ ამოტივტივდება, შეიძლება ბევრი მივიწყებული რამ, ხო? უფროსი თაობის ხალხმა, ხო, უფროსი თაობა, მე ზუსტად ვიცი ახლა, მამა ჩემი რო იყოს რა სიტყვა და რა არის ჩემთვის საქართველო, ხო? ასევე მამა ჩემი იტყვა და აუცილებლად რომ საქართველო არის ბორის პაიჭაძეო ჩემთვისო. დარწმუნებული ვარ ამაში. ხო, ახლა ჩემი შვილები სხვა სიტყვიან. ჩვენ სხვას ვამბობთ და ძალიან მაგარი წამოწყებაა, იმიტომ რომ გავიხსენებთ ბევრ რაღაცას და ვიტყვით ძალიან ბევრ რაღაცას. და ალბათ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ჩაერთვებიან ამ კამპანიაში, არა, ვინც ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში, ან ვინც იმოგზაურა ერთხელ მაინც ახლა იმათი თვალი დანახული საქართველოს ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა და იმ პირებმა, რომლებმაც უკვე მიიღეს მონაწილეობა და სამამულოდ მიიღებენ მონაწილეობას, თვალი გვადავნონ, რადგან ჩვენ შევქმნით ასევე კამპანიის ფარგლებში, რომელიც 6 კვირა გაგრძელდება საფოსტო ბარათებს, რომელიც წარმოდგენილი იქნება ყველა სერვის ცენტრში და საფოსტო ბარათზე შეიძლება იმ კონკრეტულმა პირმა, რომელმაც პასუხი უკვე გაგვცა, საკუთარი პასუხი ამოიცნოს. აი, იქნება ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, როგორ შეძლებენ ჩართვას ამ კამპანიაში. ეწვიან ვებგვერდს გამოხატე.g და დააფიქსირონ თავიანთი პასუხი თუ რა გამოხატავს საქართველოს მისთვის. აუცილებლად აღნიშნავ, რომ აღნიშნულ პროექტზე ჩვენ ვითანამშრომლეთ კომპანია სააგენტო Redberry-სთან და ძალიან დიდი მადლობა ასევე მათ იმისათვის, რომ დიახ, მაგდა ფინალისტვის პრეს-რელიზში ამოვიკითხე, რომ სურპრიზია, შემაჯამებელი აქტივობა და რა სურპრიზია მაგრამ ხელთ ჯერ. სურპრიზი არის ის აღნიშნული პასუხები იქნება აქტივად ქცეული, ასე ვთქვათ, რომელიც ნამდვილად დარჩება ისტორიას. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს პოსტა არის პირველი ოპერატორი მსოფლიოში, რომელიც აღნიშნულ აქტივობას განახორციელებს და საქართველოს პირველი ქვეყანა პრეცედენტული აქტივობა იქნება, ამიტომ საიდუმლოდ დავტოვებ, ამიტომ აქტიურად გვადევნეთ თვალი და სულ რაღაც 6 კვირაში ჩვენ გავიგებთ თუ რა არის ეს ძალიან საინტერესო აქტივი, რომელიც იქნება სიმბოლო თითოეული ადამიანისა თუ რა არის საქართველო. ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი, გამოხატე.g, მოკლედ. სასიამოვნო და საინტერესო შედეგები არის ყველაზე ძალიან საინტერესოა რა დაიწერება და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი პასუხი მივა ამ ბმულზე და ჩვენ გაგვიზიარებთ, რა თქმა უნდა, ჩვენ. დიდი მადლობა. მაგდა სანიკიძეს, საქართველოს პოსტის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გსტუმრობდა. ვემშვიდობების სტუმარს, ახლა გავიგოთ ამ